საღამოშიდობის ძირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მათაც, ვინც Facebook-ზე გვიყურებს ახლა რადიო სივრცის გვერდზე. თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე, მე ვარ ეკავე ფხვაძე ჟურნალისტი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარზე სანამ გეტყოდეთ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ასევე საგარეო პოლიტიკაზეც. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი 2015-18 წლებში საქართველოს სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი. წლების განმავლობაში ის წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორსაც, იურისტი გახლავთ, ასევე მუშაობდა სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს არის მის შესახებ ძალიან მოკლე ინფორმაცია, თუმცა ვრცლადაც და ძალიან ბევრი შეიძლება მასზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყოველთვის სასურველი სტუმარია ხოლმე ყველა ეთერში, რაც მინახავს ჩვენთანაც განსაკუთრებით. კახა კახიშვილი გახლავთ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, იურისტი, ექსპერტი. დიდი მადლობა, გამარჯობა და რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. კახა. მოგესალმებით, მივესალმები რადიო და ტელემაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენის. მოკლედ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრ თემაზე ვისაუბრებთ დღეს, სასაუბრო ძალიან ბევრია, რა მდგომარეობაშიც ვართ, მაგრამ პირველი რაც მინდა გკითხოთ, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში მინისტრი იყავით, პარლამენტის წევრი იყავით, ქონდათ საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება ხო არასამთავრობო სექტორში, სახელმწიფო სექტორში და თქვენი მოსაზრებებით სხვადასხვა თემაზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება საზოგადოების და მაინტერესებს დღეს არ ხართ არც პარლამენტში, არც მინისტრი აღარ ხართ, სად არის დღეს კახა კახიშვილი, აინტერესებს საზოგადოებას მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში არ ხართ და ვთქვათ არც პარლამენტში უმრავლესობიდან, აი ბოლოდროინდელი მოვლენებთან დაკავშირებით პოსტებს, რაც მაქვს ნანახი და სულ ვკითხულობ ხოლმე, იგრძნობა რომ მაინც ამ გუნდის მომხრედ ითვლებით და არ ხართ რაღაცნა ოპოზიციურად განწყობილი. თუ ვწდები, მითხარით, თუ რაღაცა, რა თქმა უნდა, შეიძლება შენიშვნები ბევრი გქონდეს ხელისუფლებასთან, მაგრამ ყველას აინტერესებს მაინც სად არის კახა კახიშვილი დღეს. იცით, თითქოს ესეთი ადვილი კითხვაა, მაგრამ მეორე რთული? რთულად პასუხგაცემი კითხვა. რეალურად მე დაახლოებით სექტემბრის თვიდან აღარ ვიყავი ქართულ ოცნების პოლიტიკურ გუნდთან კომუნიკაციაში, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და გულშემატკივრობ და ის მე მესმის ის ეთერები, რომელიც სექტემბრის შემდეგ შედგა, ტოვებდა არაერთხელ ვთქვამ ჩემთვის, ტოვებდა ისეთ განცდას, რომ ისევ ქართული ოცნების რიტორიკას ვაგრძელებდით. თუმცა ეს არის სიმართლის რიტორიკა, ეს არ იყო ქართული ოცნების რიტორიკა, ეს იყო სიმართლის რიტორიკა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ემსახურებოდა გამოსვლები, რას ემსახურებოდა პროპაგანდა, თითქოს და არჩევნები გაყალბდა, საიდან მოდის ეს რიტორიკა, ვინ ამფინანსებდა ამ რიტორიკას და ყველაზე მთავარი სად უნდოდათ რომ აღმოჩენილიყო ჩვენი ქვეყანა. აი მიუხედავად იმისა, კახა შეგაწყვეტინოთ ბოდიში, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სად ხართ დღეს და იმიტომ არის ალბათ ეს ინტერესით საზოგადოების მხრიდან, რომ ძალიან ხშირად თითქმის, როდესაც გუნდიდან მიდის ადამიანი ან რაიმე ტიპის თანამდებობაზე ის აღარ არის, უცებ ხდება ხოლმე ოპოზიციაში და იწყებს იმ გუნდის ლანძღვას, ან იმ გუნდის პოლიტიკის ლანძღვას, რომელ პოლიტიკასაც თავად ატარებდა, ამას ვერ ხედავთ თქვენს შემთხვევაში, ამიტომ და ჩემ შემთხვევაში მით უმეტეს ჯერ პირველ რიგში ამ ეტაპზე ხო საერთოდ არ მოხდებოდა მომავალშიც სულ რომ 5 წელი გავიდეს და 10 წელი გავიდეს მანამ სანამ ეს გუნდი არსებობს ჩემთვის წარმოუდგენელია ახლა ადამიანებთან იყო ერთ გუნდში და შემდეგ რაღაცა ინტერესის შეუთანხმებლობის გამო უბრალოდ გახდე ჭორიკანა ადამიანი გამოხვიდე და რა ვიცი მე იჭორავო იმ ადამიანებზე ვის გვერდში ჩვენ ამდენი წელი იყავი და ვისთანაც ერთად საქმე გიკეთებიან რაღაცა შეცდომაც ჩაგიდენია ხო მეორე საკითხია რომ შეგიძლია უბრალოდ გულსფელად გაუზიარო იმ შეცდომის შესახებ რომელსაც ხედავ გარედან როგორც გულშემატკივარი იმიტომ რომ ამ შეცდომამ შესაძლებელია გამოიწვიოს რაღაცა კატაკლიზმები და ურჩიო ეხლა სხვა შემთხვევაში მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ სხვა კითხვაა მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ არ დააკლო მცდელობა და ურჩიო და არ იყო ჩასაფრებული და მით უმეტეს ეხლა ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია
სადმე იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება პოლიტიკური პარტია, ეს იქნება ოჯახი, ეს იქნება სხვა სამსახური, რაღაცა კომპანია, ნებისმიერი სხვა სამსახური და იქ იყო და მე გამოხვიდე და მე დაიწყო შიდა ამბების მოყოლა. ეს ჩემთვის საერთოდ, ეს ჩემთვის საერთოდ მიუღებელიცაა, ვერც ვიგებ და სიმართლე რომ გითხრა, ეგეთი არც მეგობარი მინდა, არც ოჯახის წევრი მინდა და არც გუნდის წევრი მინდა. ამიტომ რასაც მე თვითონ რაც მე თვითონ არ მომწონდა, არადროს არ გავაკეთებ, მე თვითონ მიუხედავთ იმისა, რა პოლიტიკური ინტერესი ან სხვა ინტერესი შეიძლება მქონდეს. ყველაფერს აქვს წითელი ხაზები. ამ წითელ ხაზებს არ უნდა გადაკვეთოს არავინ, თუ სურს, რომ უბრალოდ ელემენტარულად შემდგენში ქუჩაში მაინც მქონდეს საშუალება გადაადგილების. წითელი ხაზის გადალახვა პოლიტიკაში იქნება, ოჯახში იქნება, თუ სადმე იქნება, არის უპატიებელი ადამიანისთვის და მით უმეტეს კაცისთვის, ჩემი აზრით. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ რა არის ყველაზე მუდმივი არის ყველაზე სახელი და ადამიანობა და კაცობა. დანარჩენი ეს პოლიტიკა, თანამდებობა, ბიზნესმენობა, ეს ყველაფერი არის დროებითი მოვლენა. ცოდვა ის ადამიანი თუ ფიქრობს, რომ სულ იქნება ან თანამდებობაზე, ან არანაირი პრობლემა არ შეექმნა პირდა, ცოდვა ის ადამიანი, ვინც თავს კაცად გძნობს თანამდებობაზე. პირველ რიგში უნდა იყო კაცი და მე შეიძლება იყო თანამდებობის პირი, უმუშევარი და კაცობა ზუსტად ისაა, რომ შეინარჩუნო ნებისმიერ დროს და ჩემთვის გაუგებარია ბევრი იმ ეგრეთ წოდებული დღევანდელი პოლიტიკოსის კაცობაზე საუბარი, როდესაც თავადვე პირველ ნაბიჯებს არაკაცობით იწყებენ, ეხლა არაკაცობაში გულისხმობ, ეხლა შეიძლება ფემინისტებმა მითხრან კაცობა, ქალობა. არაკაცობაში გულისხმობ იმ ტრადიციულ მოქცევას, რაც ყოველთვის თან ახლდა დაუშვათ საქართველოს მაცხოვრებელს, ქართველს, კავკასიელს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოდით გადავიდეთ მთავარ და მნიშვნელოვან თემებზე, რადგან საუბრობთ ქართულ ოცნებაზეც, ხო, ან გუნდზე საჭიროა თქვენ წამოხვედით და ამბობთ აღარ ხართ იქ, წამოსვლა სხვა რამეა. წამოსვლა არ იყო, უბრალოდ იყო შემოთავაზება, ან ჩვენ არ დავცილებულვართ სუდად. იყო შემოთავაზება, ეს შემოთავაზება ჩემთვის სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე და მოსაზრებებიდან გამომდინარე იყო მიუღებელი, იყო ერთადერთი შემოთავაზება და როდესაც ამ შემოთავაზებას ადავთანხმდი, უბრალოდ რა იყო ეს შეგიძლიათ გითხრათ? იყო ისეთ თანამდებობა, რომელზეც მე ვთვლიდი, რომ ეს არ იყო სწორი შემოთავაზება. ან არ უნდა ყოფილიყო ერთადერთი შემოთავაზება, მხოლოდ რომ აი ეს გინდა და ახლა შიდაზე არც ვილაპარაკებ რა იყო, როგორ იყო, უბრალოდ და ან მეგობრულად დავცილდით და ახლა ცხოვრება გრძელდება, ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ისე, როგორც უფალს უნდა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ, ამიტომ ყველაფერი უკეთესობისკენო ნათქვამია. მე მორწმუნე ადამიანი ვარ, არც ვიცი რა იქნება და ყველაფერი ჯობია ისე იყოს, როგორც უფალს უნდა და რახან ეს მოხდა, ესე იგი ეს იყო საჭირო ჩემს ცხოვრებაში. დაგეგმილი რამე ისეთი რაც თქვა, აბსოლუტურად მე მოგახსენეთ, რომ ჩემს პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახლა ერთი ხო იცით როგორც ხდება ხოლმე ერთი საწოლიდან მეორე საწოლში გადახტომა ეს ზოგადი პრინციპი ბუნებრივი რაღაც ტაიმაუტს ავიღებ რაღაც ტიპის საექსპერტო საქმიანობით დავკავდები არა პოლიტიკურ სამეტაპზე პოლიტიკური საექსპერტო უბრალოდ შეფასებისი ანალიზის კი ბატონო მოდით დავიწყოთ ხო არა წარსულით არამედ დაუშვათ მომავლით წარსულზე თუ კითხვები აქვს ვიღაცას სადაც მეც მონაწილეობდი მე თვითონ კითხვაზე პასუხი შემიძლია გავცე და ბუნებრივია არც მე და არც ჩემს გუნდს ისეთი არაფერი არ გავკეთებია რომელზე არ გვაქვს საშუალება პასუხის გაცემის. იყო მაშინ რამე ქართულ ოცნებაში, როდესაც თქვენ იყავით ამ გუნდის წევრი, ისეთი რაც თქვათ არ მოგწონდათ და იცით რა არის მე ამაზე არ ვილაპარაკებ ახლა ამაზე. აი დღეს სანამ თქვენ გადაცემას დაიწყებდით, ხომ? ხომ არის რაღაცა ისეთი რომელსაც თქვენ არ ეთანხმებოდით, თქვენი პროდიუსერი არ ეთანხმებოდა, ოპერატორი არ ეთანხმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ხომ თქვენ ამაზე არ დაიწყებთ მოყოლას. ბუნებრივია, როგორც თქვენთან ოჯახში, ჩემთან ოჯახში, ისევე პოლიტიკურ დიდ გუნდში არის ასთა სხვადასხვაობა, მაგრამ გუნდური პრინციპი რა არის? გუნდური პრინციპი არის ის, რომ მხოლოდ შენი ნათქვამი კი არ იყოს ყოველთვის სწორი და შენ თუ ამას არ გაიზიარებ მე წავალ. გუნდური პრინციპი არის, რომ რაღაცაზე შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ ამავდროულად დაუშვათ
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში გუნდმა მხარი დაუჭერა, მოგიწევს მაგის დაუშვათ მხარდაჭერა. აი მაგალითად მარტივ მაგალითს გეტყვით, ხა დღეს რომ ფარა დაარეგისტრირეს, ხო? დიახ. მე დაუშვათ იმის მომხრე ვიყავი, რომ თავიდანვე ფარა დარეგისტრირებულიყო. როგორც ამითი არ მიეცემოდათ საშუალება უკვე რუსული იარაღის მიწებების ამ კანონ პროექტზე, იქნებოდა copy-paste-ით გადმოტანილი და დარეგისტრირებული პარლამენტში ფარა. რა თქმა უნდა ატეხავდნენ ერთ ამბავს და ძალიან რომ არა ველოსტორმა ხო ნუ ახლა ეს ზოგადად ვიღაცამ თქვა ამერიკული მაგრამ საქართველოში არის ვიღაცამ შეიძლება თქვა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკის საელჩო და საერთაშორისო თანამეგობრობა ვითომ თანამეგობრობა იმ წამებში და იმ წუთებში ამას ესე აფიშირებას არ მოუხდენთ რატომ ტაქტიკური საკითხი იყო ხო ფარას დაარეგისტრირებდი აუცილებლად ატყდებოდა ერთი ამბავი რომ უი ძალიან მკაცრია და მე ეტყოდი რომ კი ბატონო მოდი დავჯდეთ ვიმუშაოთ მოდი დავჯდეთ ვიმუშაოთ და ჩვენ ერთად გავალაითოთ ეს კანონმდებლობა და ის გალაითებული როდესაც უკვე შემოიტანეს ფარა საშუალება მიეცათ რომ ეს ფარა არ არის ეს სხვა არის ესე იგი რუსულია ამიტომ ამ პროცესში აი ამ გალაითების პროცესში რომ შემოიყვანოთ თავად ის ადამიანები რომლებიც მე ლანძღავდნენ ამ პროექტს იქნებოდა უკეთესი არის რაღაცა ნიუანსები მაგრამ ნუ ეხლა ყოველთვის ესე არის მაგალითად იგივე განცხადება ხო არჩევნების მერე რომელიც გაკეთდა ევროკავშირთან არ გაკეთებდით ამ განცხადებას არა ამ განცხადებას რა თქმა უნდა გასაკეთებელი იყო მაგრამ ტაქტიკურად როდესაც შენ იცი რომ თითო შენ განცხადება სხვანაირი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს თითო შენ სიტყვას არ უნდა დაუტოვო ოპონენტებს ფართო ინტერპრეტაციის საშუალება. მაშინ თუ შენ ამ განცხადებას აპირებ, საზოგადოება მანამდე უნდა მოამზადო რის თქმა გინდა. ან ისე დაალაგო ტექსტი, რომ ნაკლები ინტერპრეტაცია მისცე საზოგადოებას იმისთვის, რომ აღშფოთდეს, უпростоროდ პოლიტიკოსებს ნაკლები ინტერპრეტაცია უნდა მისცე, რომ იმათმა მერე ამ შენი სიტყვების პერიფრაზებით აღაშფოთონ საზოგადოების ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება და აღშფოთება გამოიწვია ამ განცხადებას. იცით რა, თუ ნებისმიერ შემთხვევაში აღშფოთება უნდა გამოიწვია ამ განცხადებას, მაშინ სხვანაირად უნდა თქმულიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ პროცესი ფაქტობრივად იყო დამთავრებული. არჩევნები იყო წაგებული, დიდათ უკვე საზოგადოებამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომ არჩევნები გაყავდა და გამოდიდა, თქვენ ხედავდით, რომ 5 კაცი დადიოდა ქუჩაში და გეგმა ხან თქვენ ახართო, ხანაბა თქვენ მოიფიქრეთო, იმიტომ რომ თავად გეგმა არ ქონდათ და ფაქტობრივად უკვე მარგინალიზებული პროცესი იყო და შემდეგში ამ განცხადებამ გამოაფხიზლა და კონსოლიდაცია მოახდინა და რაღაც. კი იყო მოსაზრება, რომ ეს განცხადება საჭირო იყო, იმიტომ რომ ამას გააკეთებდნენ მაგალითად იგივე სამიტის შემდეგ, მაგრამ სამიტზეც ისეთი იმაზე მეც ვერ მიიღებდნენ, რაც განცხადებამდე მიიღეს, ხო? ეს იყო ყველაზე მაქსიმალური, რაც შეეძლოთ მიიღოთ, ის რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს აუგზავნეს ევროპაში სიარული. ნუ აი ეს ქუჩაში ხალხს არ გამოიყვან და პირიქით შეიძლება კიდე გაეცინათ ჩვენზე, ვისაც ქონდა დიპლომატიური პასპორტები, აი ეგრეც გინდათ, მაგრამ ამ გადმოსახედიდანაც ფიქრობთ, რომ ამ გადმოსახედიდანაც ზუსტად იგივეს ვფიქრობ, კი. იმიტომ რომ როდესაც შენ თეთრზე თეთრ სიძახი და ამ შემთხვევაშიც კი შენი სიტყვების ინტერპრეტირება ისე ხდება, რომ რაღაცა ნაწილს საზოგადოებაში სხვანაირად უჯდება ეს ყველაფერი, ხო? აი იგივე ნახეთ, აი კანონი, ხო? ის რაც მონათლეს დღემდე იძახიან რუსულიო. მაშინ ფრთხილად უნდა იყო უბრალოდ, როდესაც შენ იცი, რომ ასეთ მტრულ გარემოში ხარ და ეს გარემო არ არის მხოლოდ ქართული ოპოზიციური სპექტრი, ეს გარემო არის მთლიანად წარმოდგენილი საელჩოები პლუს სახელმწიფო დეპარტამენტი პლუს ეს USAID და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც უმამრავ ფულს ხარჯავდნენ საქართველოში რევოლუციის მოსაწყობად. ეს ხომ უკვე ცხადია. და ნუ მაშინ არავინ არ იცოდა ტრამპი მოვიდოდა ხო, ეს ხომ უკვე ცხადია. მე გეტყვით ერთ რამეს. ტრამპს რომ არ მოიგო არჩევნები, მე სრული პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ, ბაიდენის ადმინისტრაციის შთამომავლებს რომ მოიგოთ არჩევნები ამ შემთხვევაში კამელა ხარის, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა ახლო მომავალში ხელისუფლებას გულისხმობ და სადაც მარტში, აპრილში ჩემი აზრით უკვე ქართული ოცნება რევოლუციური პროცესებით ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რამხელა ფული დაიხარჯა აგერ ეხლად კი ილონ მასკმა კი გამოაქვეყნა 5.5 მილიარდი დოლარი იყო დახარჯული უკრაინაში მაიდანზე, 1.5 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი სლოვაკეთში. ამ ხელა ფულს საქართველოს ვერ გაუძლებდა. შეიძლება მე ძალიან ბევრ სინანულის ზნობა გარჩენოდა იმ
რევოლუციაში მონაწილე პირებს, მაგრამ ფული თავისას აკეთებს და იცით თქვენ მით უმეტეს ფულს ემატებოდა საერთაშორისო მხარდაჭერა და თქვენ ხედავდით რომ ფაქტობრივად უკრაინაში ომის პარალელურად მათი პრესპიკერი დღე არ გავიდოდა რომ პრესკონფერენციას საქართველოს არ ეხსენებინა ნეგატიურ კონტექსტში. და საალჩოს ქარდები ყოველდღე. ქარდები მერე იმ მათი პრესპიკერის ირონიული საუბარი, ზოგჯერ ირონიული, ზოგჯერ მკაცრი, მერე ამ ჩვენი ელჩების ყოველდღიური ნოტაციები და მერე ამას ემატებოდა კიდე უამრავი რაღაცა იმ მექრთამე ბიუროკრატები როზიან ევროკავშირში, იმათი ჭკუად არ იგება. ეს იწევდა კახა, მე მგონი საზოგადოების ნაწილში ცოტა უკურიაქციას, მაგრამ ოდემდე გასტანდა ეს. ღმერთის წყალობით საზოგადოების დიდი ნაწილი ზუსტადაც არის თავის ქვეყანაზე შეყვარებული და თავის ადათ-წესების და ტრადიციის დაცვა უნდა, მაგრამ ხო იცით, მაინც ძალა აღმარცხნავს. ამიტომ შეიძლება მოეწყოთ ისეთი ტიპის პროვოკაცია, რა თქმა უნდა, ეხლა განცხადებით რომ ჩვენი ჩმორები უნდა იყოთ ამ განცხადებით, ეხლა საზოგადოება არ აყვებოდა, მაგრამ შეიძლება ისეთი პროვოკაცია დაეფინანსებინა და $1.5 2 მილიარდი დოლარი საქართველოს დიდი ფულია, რომ უბრალოდ დაბრალებოდა ხელისუფლებას და აი რაღაც მომენტში აფექტში მომხდარიყო გადატრიალება. მერე კი დადგებოდა ყველაფერი თავის ადგილას, მაგრამ მერე უკვე მოვიდოდა რა დრო იცით, რა დროც არის დღეს მოლდავეთში, რა დროც არის უკრაინაში, რომ არც ერთი სხვა ოპოზიციური ტელევიზია არ არსებობს, არც ერთი სხვა ოპოზიციური მედია არ არსებობს და ისევ სამი ტელევიზია აჩვენებდა ბრეჟნევით ვრემიას იმ მომავალი ხელისუფლების და იტყოდა რომ ყველაფერი კარგათაა და ყველა ელჩი მიუხედავად იმისა დარწმუნებული ვარ რა წამებაც იქნებოდა და რა ანარქიაც იქნებოდა პოსტრევოლუციურ პროცესზე ტაჟს დაუკრავდნენ და ვითომ ვერაფერს ვერ ხედავდნენ. ხო ნახეთ, აგერ მოქმედ მოსამართლეებს კვერცხები ესრულეს და ეს იყო თითქოს პროტესტის გამოხატვის თავისუფალი ფორმაო და დღეს როდესაც ეს კვერცხი მოხვდა მაგალითად სხვა პოლიტიკოს უკვე მათი ფარველობის ქვეშ პოლიტიკოს შეხედეთ რა დღეში არიან. აი ესე დახუჭავდნენ თვალს მერე მომავალში დაუშვათ საზოგადოების იმ ნაწილის ჩაგვრაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რევოლუციურ პროცესებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ომის დაწყებას და ასე შემდეგ და თვალს დახუჭავდნენ. არის ეს პროცესები ახლა უკვე არიდებული ქვეყნისთვის? არიდებული ქვეყნისთვის კი არა, მსოფლიოსთვის არ არის არიდებული ჩემი აზრით. ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპის პირველი ვადა რო ყოფილიყო პრეზიდენტობის დღეს ძალიან მარტივად დაამთავრებდნენ ტრამპსაც, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რამხელა კორუფციული ფულები იყო, ხო, როგორ იწერებოდა ეს ფულები მკვდარ ადამიანებზე 100 წლის წინ, ეს ყველაფერი სალაროში მიდიოდა და ეს პატარა ნაწილია. ჯერ კიდევ ნახავთ როგორ სოციალური გადახდები მიმდინარეობდა, როგორ ხდება ეხლაც დაუშვათ ვიდეო მოხუცებულ ქალს რო აიყვან მომლელი ხარ და მაგ დროს არც მომლელი ხარ არც ის ქალი არსებობს და ეს ფული სადღაცას მიდის და აი უამრავი კიდე სხვა კორუმპირებული თანხების ავსებული სალაროს მეშვეობით მართავდნენ ანარქიას მთელ მსოფლიოში, ხო? ამიტომ ტრამპმა ასე თუ ისე უკვე იცის რა სისტემას შეეჯახა, იმიტომ რომ ესე სწრაფად რომ არ ყოფილიყო დაუშვათ მეორე ვადით, ესე სწრაფად ესეთ გადაწყვეტილებს არ მიიღებდა. მაგას ძალიან კარგად ესმის, რომ ერთი წლის მერე ამის ფუფუნება აღარ იქნება მას, რომ უკვე ესეთი ოპონირების გარეშე კარტები გახსნას ძველი მთავრობის მოქმედებების, ამიტომ დღეს წავიდა ვაბანკ, ყველაფერს აჩვენებს საზოგადოებას, უხსნის თვალებს, იმიტომ რომ იცის, რომ ის დიდი მანქანა, რომელიც წლები იქმნებოდა და წლებია ინახება და ძალიან დიდი ფული ჯერ კიდე არც არის აღმოჩენილი, იმ დიდ მანქანას რა თქმა უნდა ექნება რევანშის სურვილი. აუცილებლად ექნება, უბრალოდ ახლა ისინი ზომავენ რეიტინგს, როდის იქნება მათთვის სასურველი უფრო და მომგებიანი ტრამპის დარტყმა, რომ რეიტინგი როდესაც სხვადასხვა პრობლემების გამო, სოციალური პოლიტიკის გამო, რაღაცის გამო ბუნებრივად რო დაიწყებს კლებას, აი მაშინ დაიწყებენ უკვე მასზე ზეწოლას და თუ ტრამპი დაასრულებს ღმერთმანქანას დაასრულოს თავის საპრეზიდენტო ვარდად და ჯამთელად, ეს იქნება კარგი, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავიცანებთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას, ისტორიაში არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი,
რომელზეც არ მომხდარა თავდასხმა. ესეთ პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ნუ ტრამპსაც მოხდა სანამ არა, აირჩევდნენ და სხვა ზოგი მოკლეს, ზოგზე უბრალოდ თავდასხმით შემოიფარგლა და ვერ მოკლეს, ხო? ამიტომ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა საერთაშორისო მაფიას დაუწყო ბრძოლა ტრამპმა. ეს ხომ არ არის მხოლოდ USAID, ეს არის USAID და USAID-ის თანხებით მართული ევროპარლამენტარები, ეს ვიოლა და მარეტა და მარგარიტა და ასე შემდეგ. ესენი აბა რატო არიან? რატო იკლავენ თავს იმ ევროკავშირის პარლამენტში მოხვედრაზე, აი ამ ბიუროკრატიულ თანამდებობაზე? იმიტომ რომ იქ არის ფული, რომელსაც ქვია ვითომ გრანტი და ასე შემდეგ და აი ესენი ასე რომ ეგ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ნუ ეხლა 12000 ჯარისკაცი ყავს ეხლა წარმოიდგინეთ ესტონეთს და ისინი იძახიან მოდით რუსებს რომ ემოთო, როცა აი პატარა ალბათ 5 F-დინი გაანადგურებს თელ მაგრამ ესენიც ევროპაში იმიტომ ყავდათ თავის დროზე შეყვანილი, აი ეს პატარა მარიონეტი ვითომ ევროპული ქვეყნები ხო, რომლებსაც უბრალოდ გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე გაუმართლათ, რომ დღეს ევროპული ქვეყნები არიან, იმიტომ რომ საზღვრებში არიან და სხვა მარტივი იყო და არც გამოდიოდა მათი არ მიღება, ეხლა ესე ხო ვირიზავდნენ, რომ შენ არა და მოდი ეს საზღვარი აღარ იყოს და რაც თქმა უნდა ერთიან საზღვრებში კეტავდნენ და ამიტომ მიიღეს, ხო? აი ამ მარიონეტების პატარა ჯუჯა დაუშვათ არაფრის მქმნელი ბიუროკრატების და მათი პრეზიდენტების პირით იწყებენ ძველ ევროპაზე იერიშის დარტყმას, ხომ? ეხლა თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად კვირას გერმანიაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დიახ, ველოდებით ყველა ამ არჩევნებს. რას ველოდებით? მე პირდაპირ გეტყვით, რომ შოლცით ფაქტობრივად არ იქნება არანაირად წარმოდგენილი. შოლცი თითქმის ბოლო ადგილზეა გამოკითხვებით. არანაირად, რომს იყოს კოალიციაში რა მათი პარტია, ხომ, დაუშვათ. შოლცისთვის ეს არის ბოლო გედის სიმღერა, იმიტომ რომ თვითონ როგორც პოლიტიკოსი შოლცი დასრულდა ის კვირის არჩევნების შემდეგ. ამიტომ ახლა დღეს რაღაცას აკეთ, რასაც ლაპარაკობს მხოლოდ თავისი ბიოგრაფიისთვის, რომ მე წიგს რო დაწეს, თქვას რომ ამას ვაკეთებდი, იმიტომ რომ იცის ახლა რომ სულ რამოდენიმე დღე დარჩა მის კანცლერობას, ხომ? მეორე თემაა, თქვენ ხედავთ ახლა დისბალანსს ტრამპის განცხადებებსა და ევროპის ლიდერების განცხადებებს შორის. რატომ? იმიტომ რომ ეს ევროპული ლიდერები დღეს, ხო, იგივე მაკრონი, იგივე შოლცი, იგივე სხვა, ანუ ამაზე ხო არ საერთოდ არ ვლაპარაკობ ბალტიკის ქვეყნებზე, იგივე პოლონეთი. ესენი ხომ ხელისუფლებაში მოვიდნენ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელი ადმინისტრაციის ხარდაჭერის სანაცვლოდ და დიდი ფულის დახარჯვის სანაცვლოდ მათი საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ბუნებრივია ახლა ისინი არიან აგონიაში, არ იციან რა ქნა. ახლა თქვენ ნახეთ რომ ტრამპის არჩევნების თანავე და შედეგების და გამოცხადების თანავე ერთმანეთს ასწრებდნენ ტრამპის მლანძღველი პოსტების წაშლას, იგივე დონალდ ტუსკი, იგივე ბრიტანეთის პრემიერი, ხო, მერი უარყოფდნენ, როდის ვლანძღავდითო და მერი რომ ამოუღეს სკრინები, ნუ ესე არ იყო. მე ახლა ერთი მომენტი შეეშინდათ, წაშალეს, იფიქრეს რომ ამითი აღადგენენ ტრამპთან კარგ ურთიერთობას, ახლა ნუ ნახეს რომ პრინციპულია და მაინც დიდად უკვე ამათ აღარ ენდობა, ახლა გადავიდნენ რომ პუტინის აგენტია და დავერგებულია. ხო, ახლა არ მოსწონთ მისი განცხადებები უკრაინასთან დაკავშირებით და აღმოდიან წინააღმდეგობაში. თქვენ ხომ არა, მარტო უკრაინასთან ეს არ მოწონთ კი არა. თვითონ ტრამპი არ მოწონთ. თვითონ პოლიტიკა არ მოწონთ. თვითონ ის არ მოწონთ, რომ აი მანამდე რო იძახდნენ, რომ რა მოხდა ახლა კაცს რო გაყვეს ცოლად ქალი ქალს, ახლა ის იძახის არაო, ახლა უცბად ვერ ცვლიან ხომ მთელი მაგათი პოლიტიკა ამაზეა აგებული. ჩვენ ხომ რამოდენი ორ ევროპაზე ვლაპარაკობთ, ხო? ჩვენ რო გვეუბნება, აი თქვენ ევროპა გინდათ? კი, ჩვენ ევროპა გვინდა და გვინდოდა მაშინაც. როდესაც ევროპაში ტაძრები მოქმედი ტაძრები იყო და როდესაც ამაზე საუბარი რომ კაცი ქალი ერთია და რა ვიცი გენდერები და რამდენი და შეგიძლია უკვე მე მგონი იმამზეც მივიდნენ უკვე რომ მე რა ცხოველთან სექსი რა პრობლემაა და ესეთ სიბინძურემდე მივიდნენ ჩვენ ის ევროპა გვინდოდა სადაც ევროპულ ქვეყნებში ნებისმიერში რომ ჩახვიდეთ ხო რო გადიხართ ცენტრში რას ხედავთ პირველს ხედავთ ტაძარს არ არსებობს ევროპული ქალაქის ცენტრი ტაძრის ისტორიული ტაძრის გარეშე და ეხლა ჩადიხარ და ხედავ რა რომ ამ ტაძრების გვერდზე ბიოტუალეტები აქვთ მიდგმული პირდაპირ ტაძრების კედლებთან და თქვენ ნახეთ რომ ლონდონში ტაძარში რესტორანი გახსნეს ხო ანუ ფაქტობრივად ხდებოდა ისტორიის დეგრადაცია ხელშეწყობა სხვათა შორის გებელსა ქონდა ნათქვამი რომ თუ გინდა დაიპყრო
ერი წაუშალე მათ ისტორია. და როგორც კი ისტორიას წაუშლის, ერი ხდება რა არაფერი რა, საერთოდ უბრალოდ რაღაც ფარა. ამიტომაც ახლა მოუწევთ მათ ახალი ევროპის დაბრუნება. ოღონდ რა თქმა უნდა ამას დაჭირდება დრო. ახლა გერმანიის დრო არის, იმიტომ რომ არჩევნები მოახლოვდა და აუცილებლად უკვე ეს პოლიტიკა გერმანიის შეიცვლება. აუცილებლად რაღაცა დოზით თუ არ გაიმარჯვა მაინც მოვა ისეთი ძალა, რომელიც სერიოზულ ოპონირებას გაუწევს კოალიციას, რომელიც იყო ავტორი ამ ყველაფრისა. საფრანგეთში ახლა მაკრონი ხედავთ, რომ ნერვიულობს და რაღაცა ვითომ მოელაპარაკა ევროპულ ლიდერებს რამოდენიმე დღის წინ და ვიდეო კოლით და ახლა იძახის, რომ აი მე ერთიანი ჩვენი ევროპული პოზიცია უნდა მივიტანოთ ტრამპთან, რომ მოდი ჩვენ შევიყვანოთ ჩვენი ჯარები უკრაინაში. ოღონდ ცეცხლის ზონასთან ახლოს კი არა, აი კიევში იჯდნენ და ასე შემდეგ. ნუ ეს თუ შეგყავს შეიყვანეთ, თუ იმის თავი არ აქვს, მოდი დაანებე. ნუ ეს მაგის მაგალითი აი ბოლო მაგრამ აი ხო აი თამაში რო უნდა გამოჩენა, რომ აი ეხლა მე მაკრონი დავუშვათ ევროპელი ლიდერი ვარ, არა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი. იქ ბრიტანეთის პრემიერს ელოდება ასევე ტრამპი ამერიკაში და ალბათ სერიოზული საუბარი შედგება. ამიტომ ეხლა ნახეთ ეს ევროპა შეიცვლება. აი როგორც შეიცვალა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც მათ შეუწყეს ხელი ასეთ არანაციონალური პოლიტიკოსების მოსვლას, ხო, აი როგორ შეიძლება ახლა შოლცის და მერკელის შედარება, ხო, აი როგორ შეიძლება მაგალითად მიტერანის და იგივე მაკრონის შედარება. აი დღეს უკვე გამოიჩეკებიან აუცილებლად ამ ქვეყნებში ეროვნული პოლიტიკოსები, რომლებიც აი ნარატივზე კი არ დაჯდებიან, რომ იცი რა მე თუ დავაკანონებ დაუშვათ ერთსქესიან ქორწინებას, მე დამიჭერენ მხარს მე კონგრესმენებით შემაქებენ, მე ის ადმინისტრაციაც შემაქებს, ფულსაც მომცემენ და მოიგებ არჩევნებს და იმ ფულის დახარჯვაზე მე შავად დავხარჯავ თუ თეთრად თვალს დახუჭავს ყველა. ხვდებით, აი ხო ნახეთ რა მოვიდა მაგალითად იგივე საერთაშორისო პროკურორს ჰააგის, ხო ძებნაში გამოაცხადეს და სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეცვლის უკვე ევროპაში თავად პოლიტიკოსების მოღვაწეობასაც და დაახლოებით 1 წელიწადში, 2 წელიწადში სინქრონულად, ნუ სადაც მოვა არჩევნების ვადა, ჩვენ ვნახავთ რადიკალურად არაპოლიტიკური ფიგურის შეცვლას, არამედ რადიკალურად ისეთი პოლიტიკური ძალების გამარჯვებას ევროპაში, რომლებიც უფრო ეროვნულ კონსოლიდირებულ პროგრამას საინტერესო საგარეო პოლიტიკას კიდევ მიუბრუნდებით ერთი-ორი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ თითქმის რაღაცა ბევრი რამე იცვლება გეოპოლიტიკურად და ევროპულ ქვეყნებშიც, დასავლეთში, სად არის ამ დროს საქართველო და აი ეს ნარატივი, რომელსაც ოცნება ამ წლების მანძილზე ახორციელებდა, რაზეც ის ამბობდა, რომ დასავლეთი შორდება რაღაც ღირებულებებს, აი ამ რაღაცა ხაზზე იჯდა ოცნება, აი დღეს როგორ უყურებთ ამას? ამას ემთხვევა ოცნების თავად შეცდომა, ანუ მე ოცნების არ ვიტყვი, მოდი ესე ვიტყვი, ჩვენი შეცდომა, ჩემი შეცდომაც, მაშინაც გუნდურად იყო ეს გადაწყვეტილი 2013 წელს, როდესაც უკვე ოცნებამ 2012 წელს კი მოიგო, მაგრამ 2013 წლამდე არავინ არ მიაკარა ხელისუფლების ბერკეტებს, როდესაც ბევრ რამეზე თვალი დახუჭა. და როდესაც ფაქტობრივად რასაც აყვედურობენ ხო სხვათა შორის მისი ამორჩევლებიც მეც და ბევრი სხვაც. ნუ ოღონდ შიდა გუნდში. ამიტომ თუმცა 2012-13 წლებში ჯერ კიდე წევრი არ ვიყავ მთავრობის და ღიათაც საუბრობდი ამაზე. ამიტომ თუ შენ ყველაფერს თავის სახელი არ დაარქვი, ყოველთვის იქნება პრობლემა. სირეკლემასავით პრობლემას ვერ დაემალები, რომ ახლა თვალი დახუჭო და თითქოს შენს გვერდზე არაფერი არ ხდება. ჩვენ 12 წლის მანძილზე ისე დავისვით თავზე. აი ეს ევროპელი ვითომ ჩვენი მეგობრები, აი თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ გძნობდნენ თავს. რა მოვიდათ? მათ მოვიდათ რა იცით, რომ აი ერთი ელჩი რომელიც მიდიოდა, მეორეს ეუბნებოდა, შენ იმ ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც შენი სიტყვა არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. რო ჩახვალ რო იტყვი ეს თეთრია, მორჩა ისეთი მთავრობაა მანდ რო გეტყვის რო თეთრია. მოკლედ შენ ახარ გამკარგავ. იმ დონეზეც კი იყვნენ განაგლებულები ბოდიში ამ სიტყვაზე რო საფრანგეთის ელჩი არ დავასახელებ რომელი ტენდერებში ერეოდა და ურეკავდა ეუბნებოდა რომ აი ტენდერი ჩაშალეთ, იმიტომ რომ ამ კომპანიამ, რომლის ინტერესიც ამას ჰქონდა, ვერ მოასწრო საბუთების დროზე მოტანა და ამიტომ ტენდერი ჩაშალეთ, რომ ამ კომპანიამ მიიღოს და აი ესეთ დონის მითითებებზე მიდიოდნენ. ეხლა
თქვენ მაგდროს ამერიკის ელჩი ხო ნახეთ სარდაფების საკითხზე რო იჯდა. თქვენ მაგდროს ახლა საელჩო მუშაობდით საჯელახსოლებაში და გახსოვთ ახლა რეკავდნენ ღამის 11 საათზე მე ჩემთან და მეუბნებოდნენ რომ აი ხვალე დილის 10 საათზე პოლონეთის სეიმის ვიღაც დეპუტატი რომლის არც სახელი ვიცოდი არც გვარი და არც უნდა მწოდნოდა ჩამოდის და უზრუნველყავით ის კი არა რომ აი გთხოვთ უზრუნველყავით მისი შესვლა ამ დაწესებულებაში და ამ დაამპატიმრებთან ნუ არ მომეწონა მე პრემიერს ვკითხე ნუ კაიო არ გაამწვავო მე ვკითხე იმ ევროკავშირის ელჩ შეხვედრაზე ჩვენ როგორ აგვაქვს ურთიერთობა ანუ უფროსი ძმის პოზიციათან აგვაქვს თუ თანო ეხლა რა თქმა უნდა ვიცოდი რომ უნდა მითხრას არა ჩვენ თანაბრები ვარ და მე ვკითხე აი მე მინისტრი ვარ თქო და ეხლა მე რომ მივწერო პოლონეთში რომელიმე დაუშვათ მინის ღამე რომ იცი რა მე ღამე უნდა ეხლა ჩამოვიდე დღეს დილით გამთენისას და მინდა შევხვდე არა საქართველოს მოქალაქე პატიმრებს არამედ პოლონელ პატიმრებს რაღაცები მაინტერესებს მე ვინმე მიმიღა არაო აბა აქ რა ხდება ახლა აქ ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს და კი ბატონო შევიდნენ ნახო რა პირობებში და როგორ არის მაგრამ თვითონ ხელისუფლების სახელმწიფოს მიმართ იჩენენ უბრალოდ რაღაცა ზემოდან ყურების მაგალითს და ამიტომ ეს იყო შეურაცხყოფელი და ესეთი ბევრი იყო აი მაგალითად ჩემთან იყო აი როდესაც ჩვენ უზენაეს სასამართლოს წევრებს ნიშნავდით, მაშინ ადმინისტრაციის უფროსი გახლდით და მოვიდა ჩემთან ამერიკის შეერთებული შტატის ელჩი და მითხრა რომ აი აღშფოთებულები ვართო და იქნებ პრემიერმა მიმიღოსო და ლაპასალა მაგდროს მამუკა არ იყო საქართველოში. უთხარი რომ პრემიერი არ მაშინ შენ შეხვდებიო და ჩვენ შეშფოთებულები ვართო, აღშფოთებულები ვართო. კაი მეთქი არ ინერვიულობთ ჩვენ ისეთ მოდელს მოვძებნით, რომელიც თქვენ ალბათ მოგეწონებათ თქო და მართლაო გავხარდეთ რა მოდელი იქნებაო და ზუსტად იმ მოდელს წამოვიღებთ საქართველოში და იმპლემენტაციას მოვახდენთ რაც მუშაობს ამერიკაში როგორც იქჩევენ უზენაეს სასამართლოს წევრებს არ გაბედოთო ეს და რატო აი თქვენთან თუ კარგია და მუშაობს ჩვენთან არ ივარგებს მაგრამ მაშინ არ იყო ერთიანი პოზიცია ხვდებით მაშინ ახლა ვიღაცები ერთიანი პოზიცია გუნდის ერთიანი პოზიცია რო არა ну ეხლა ვიღაცები თუ ვიძახდით საერთო ფონზე ეს არ ჩანდა და მე ერთი დღეც რო დაადგა როდესაც ამაც უთხრეს ეხლა ამერიკის შეერთებული შტატები დეგნანი გახსოვთ ის რატო გაგიჟდა იმიტომ რომ მას უთხრეს რომ შენ ის ქვეყანაში ჩადიხარ სადაც შენ სასამართლოს ხარ პროკურატურაც ხარ პრემიერიც ხარ ყველაფერი ხარ და რასაც შენ იტყვი ესე უნდა იყოს წინა ელჩმა ესე დააბარა ხო და რო ჩამოვიდა თქვა რომ ეს მინდა უთხრეს არა ბატონო ის მინდა ზუსტად იმ მომენტში იცვლებოდა უკვე მიდგომა ხო ამან უკვე ის კი არ მიიღო რომ ხელისუფლება მოვიდა გონს და უკვე ქვეყნის სუვერენიტეტს ცენტრს პატიმს ამან პირადულში მიიღო რომ აი სხვის ბრძანებებს ასრულებდნენ სხვა ელჩების და ჩემსაც რატო არ ასრულებენ და იმიტომ იყო მე უკვე პირადული ზიზღი ქონდა თითოეული ჩვენთაგანის მიმართ რეალურად მაგრამ ну კარგია თუ ცუდია შეიძლება დავაგვიანეთ ნუ ისიც გავითვალისწინოთ რომ მაშინ სხვა მოცემულობა ან შექმნილი ზუსტად ეგ პირობა იმიტომ რომ მე წლების სულ მახსოვს რომ ელჩი როცა იტყო და დასავლეთიდან ვინმე ნებისმიერი ადამიანი ეს იყო აქსიომა ქვეყნისთვის და ეს უნდა მიგვეღო ანუ თავარი იყო გარედან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს უკვე განსაკუთრებულად ჩანდა კიდე რა ახლა მე ვერ დავიჯერებ რომ ეს ელჩები მიშას ეუბნებოდნენ რომ კი მიდი მოკალი პატიმრები არ არსებობს შეიძლება ხმამაღლა ვერ ბედავდნენ რაღაც ის ხმას მაგრამ ესე ზუსტად ისაა რომ ხმამაღლა ხმას ხო ვერ იღებდნენ ეხლა შიგნით რას ეუბნებოდნენ არავინ არის ჩვენ ყველაფრის უფლება მივეცი ხო ნახეთ ახლა აქ საუბარი იმაზე რომ მაშინ ელჩები თვალებს ხუჭავდნენ იგივე პატიმრების ხოთვაზე და ამას ვიძახეთ და ჩვენ ბოდიში და ჩვენ მივეცით ამის საშუალება ყოველთვის პირობა იქნება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მხარე ქმნის ამ პირობას, ხო? ჩვენ შევქმნით მათ სათოო პირობები, რომ ისინი არიან ქვეყანაში, სადაც მიუხედავად ყველანაირი დაუშვათ სახელმწიფო სტრუქტურის, სასამართლო იქნება ეგ, პროკურატურა იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, საკანონმდებლო ხელისუფლება იქნება, აი თქვენი სიტყვა გადამწყვეტი. აი დაუშვათ არის უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მაგრამ ახალგაზრდა იურისტების, ერთ-ერთი ახალბედა იურისტის დასკვნა, რომ თურმე ამდენი მოსამართლის ნამსჯელი არის არაკანონიერი, ეს უკვე ამერიკის საელჩოსთვის იყო ნომერ პირველი აზრი და ჩვენ ამას შევეჩვიეთ და მივეცით ამის საშუალება უფრო მეტად განამტკიცონ საკუთარი პოზიციები, მაგრამ მოვიდა ის დრო, როდესაც უკვე კრიტიკული მომენტი დგებოდა
ან იქნებოდა სახელმწიფოებრივ, ან არ იქნებოდა, იმიტომ რომ უკვე ამ მოთხოვნაში იქამდე მივიდნენ, რომ ისეთი რაღაცა მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ზუსტად ვიცოდით, რომ უკვე დაგვანგრევდა, აქ აღარ იყო რაღაცა, იქ რაღაცა პოზიციის შერბილება ან დათმობა, უბრალოდ დაინგრეოდა, დღეს ქვეყანა არ იქნებოდა, აი შეხედეთ რა ხდება, მიწასთანაა გასწორებული ყველაფერი, ხო, უკრაინაში და ეხლა თუ მანამდე კიდე კიევს არ არტყავდა რომელი ელჩებისგან იყო ეს მოთხოვნა თუ პირველ რიგში ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოთხოვნა პირველ რიგში და რა თქმა უნდა ეს ვასალები რო ყავთ ევროპაში რო თითქოს თვითონ გონიათ რომ ევროპული ლიდერები არიან ამ დროს არაფერი ლიდერები არ არიან და ვასალები არიან თქვენ ისიც უნდა იცოდეთ რომ ამერიკის ელჩი გარდა იმისა რომ ჩვენ ხელმძღვანელობდა ასევე ევროკავშირის ელჩებსაც ანუ აი ეს მათი მაყურებელი იყო. არა, მარტო დეგდანი და ყველა ელჩი ამერიკის. ბოლო პერიოდი, ამერიკის ყველა ამერიკის ელჩს ჰქონდა ამბიცია, რომ ის არის ელჩი ნომერ 1 როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე ელჩი ნომერ 1 საკუთარ კოლეგებთან და მათი აზრი არის გადამწყვეტი. ასე რომ ესე იყვნენ. ამიტომ ჩვენ აი ალბათ ღმერთის წყალობით გაგვიმართლა ტრამპმა მოიგო არჩევნები, თორე კიდევ ერთხელ ვიძახი ტრამპს რომ არ მოიგო არჩევნები, ვერაფერი ვერ გვიშელი და ვერც ერის კონსოლიდაცია გვიშელი და ვერაფერი ვერ გვიშელი და იმიტომ რომ ისე სცენარს დაგვიდგავდნენ დაახლოებით აი მაიდანზე როდესაც ქონდა ეს გათვლილი ხელისუფლება მან ხომ არ იცოდა ტრამპი მოვიდოდა თუ არა რა მოხდებოდა ხელისუფლებას ჰქონდა გათვლილი ის რომ სხვა გზა არ არის. ვაბანგეზე წავედით, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო, ან უნდა ჩაგებერებინა მაშინ ქვეყანა და გეთქვა კი ბატონო, რა ვიცი, ვინც გადავრჩებით და ვინც ეხლა მოასწრებს ჩინოვნიკები გაიქცევიან და მე რა იქნება, არავინ არ იცით. ან მაშინ ვაბანგზე უნდა წასულიყავი. ნუ წავედით ვაბანგზე და ღმერთის წყალობით გაიმარჯვა ამ ადამიანმა და იმ ადამიანმა, რომელსაც აქვს აღი დაუშვათ აზრი ყველაფრის მიმართ, ხო? არა იმიტომ რომ ჩვენ გვიჭერს ხარს ან ჩვენ უჭერთ ხარს არამედ უბრალოდ იმას რომ ნუ ეგ კიდევ საკითხავე როგორ წავა მოვლენები მაგრამ მე ამიტომ გითხარით ანუ ის ჩვენი მხარდამჭერი კი არ არის ის უბრალოდ ამ ეტაპზე იძახის რომ თეთრია შავი ამ ეტაპზე ნუ გარკვეული ღირებულებები დაემთხვა ხო ღირებულებები ახლა როდესაც ადამიანი ეკლესიურია როდესაც ადამიანისთვის მიუღებელია ეს რაღაცა 115 გენდერი და ასე შემდეგ და როდესაც ტრადიციული ოჯახი ყავს და ასე შემდეგ და არ უნდა რომ მისი შვილიშვილები გაიზარდონ სკოლაში ისეთ სკოლაში სადაც ბიჭები ბავშვები და გოგოები ერთ ტუალეტში შედიან ნუ ეს ღირებულებები ემთხვევა და აქ უკვე ჩვენ უბრალოდ ბუნებრივი მოკავშირეები გავხდით თუმცა რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს რომ კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლების მადლიერიან მადლობელიან მოწონს მაგრამ ღირებულებითი თანხwebdriverაა და აი ამ ეს ღირებულებითი თანხwebdriver ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ მაქსიმალურად შევძლოთ რომ ჩვენი თავის წარვადგინოთ, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ თავში გულისხმობ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს და უკვე დაიწყოს კონტაქტების მოძიება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. ეს დაუშვათ კიდე გასტანსა ერთი წელი. ის საქართველოს საქმეს კი არ აკეთებს, ის საკუთარ საქმეს აკეთებს, რომ საკუთარ მოსახლეობას აჩვენებს, რა შვებოდა დაუშვათ, რა არის საერთოდ deep state-ი, რა შვებოდა USAID, მაგას ჩვენი ამომრჩევლისთვის კი არა აქვს ეხლა ეს გათვლილი. საკუთარ უბრალოდ ხო და რახან ეხლა მოხდა ეს ბუნებრივი თანხwebdriver ეხლა ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან სერიოზულად უნდა იმუშაოს რომ უკვე პიროვნულ კონტაქტზე გავიდეს პირად კონტაქტზე გავიდეს ეს კითხვა ძალიან ხშირად ისმის რომ სად არის საქართველოს ხელისუფლება ვინ მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ელჩი არ ყავს ჯერ ამ ეტაპზეც შტატებში ნუ მე ისეთი შთამბეჭდების იმათ რომ გითხრათ ელჩებზე ხო ეხლა ადრე თუ ვერ ვიტყოდი დღეს ვიტყვი რომ ზოგ ქვეყანაში თუ ყავდა დანიშნული და თქვენ ფიქრობთ რომ ყავდა ძალიან ცდებით არა ვიცი ბევრი ელჩის ზოგ ქვეყანაში უბრალოდ ბევრი ელჩის მთელი მუშაობა იყო მე ყველას რა თქმა უნდა არ ვიძახი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ელჩი ვიცნობ რომელიც 24 საათი ჩართულია ხელისუფლების და ქვეყნის ინტერესების დაცვაში მაგრამ ზოგ ქვეყანაში იმდენად პასიური ელჩები იყვნენ რომ მთელი მათი საქმიანობა იყო დილით მივიდეს სამსახურში მერე სადმე წავიდეს იქ რაღაცა მიღება კონცერტია და რაღაცა და მერე მივიდეს სადმე ვახშამზე და წავიდეს აქ დაიძინოს მეორე დილით და კიდე ეს ფული რაც ხელფასის სახით აქ რომ რაღაცნაირად მომავალი მოიწყოს ბავშვების სკოლაში ატაროს რომ რაღაცა ევროპული განათლება მიიღონ და ასე შემდეგ სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული არ იყო ისიც რატო იმიტომ რომ მოცილებული იყო ქვეყანას უკვე მოცილებული იყო ქვეყანას და ის ცხოვრობდა სხვა ქვეყნის ინტერესებით და საკუთარ მომავლის ინტერესებით. თუ ესეთი ელჩები დატოვეს სამსახურში,
გაგრძელდება ყველაფერი ის, იმიტომ რომ ხა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი რას აკეთებდა რომ იყო, დიდად ვერ შევატყვი, იმიტომ რომ ესეთი ტიპის ზეწოლა რაც ჩვენზე ხორციელდება, ჯობდა არ ყოფილიყო, ვიდრე ყოფილიყო ესეთი პასიური ადამიანი, ხო? ეხლა იგივე ეხლა, როდესაც შენ რაღაცა ისეთ ლობისტურ კომპანიას თავაზობს შენს ქვეყანას, ეხლა ვინ თავაზობს დაუშვოთ ქვეყანას ლობისტურ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებისთვის, ხომ? ამერიკის საელჩო, იმიტომ რომ ეხლა რა იცის დაუშვოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომელ კომპანიასთან უნდა გაფორმდეს და ვის აქვს საშუალება. ეხლა იქიდან მოდის ცნობა, აი გააფორმეთ ამასთან. იმ ამასთან ვინ არის კიდე რა ურთიერთობაში არავინ არ იცის და საბოლოოდ ეს დიდად ვერ ვატყობდი რომ რა ვიღაცა ჩვენზე ზრუნავს თუნდაც პატარა ლობისტური კომპანია. აი შეხედეთ კორეაში რა მოხდა. კორეაში სულ იყო 54 ამომრჩეველი დარეგისტრირებული ამარჩევნებს. 54 ამომრჩევლიდან 4 მისცა ქართულ ოცნებას, ხმა და ნარჩენებას სხვა პარტიას. ეხლა ესეთი ელჩი არა იმიტომ რომ დაუშვა ესე იგი შენ არ ლაპარაკობ იმას რასაც შენ იჯერებ იმ ნარატივს რა ნარატივსაც ავწელებს ოპოზიცია ხო აქ იმაზე იმიტომ რომ მისი პოზიცია მხოლოდ ის ხო არის კაბინეტში ჯდომა შენ თუ დიასპორას არ შეხვდი დიასპორასთან არ მიიტანე თუნდაც ის მარცვალის სიმართლის რომელიც ცოტათი მაინც გააქარწყლებს იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მიიღეს ოპოზიციური ტელეარხებისგან, მამაში რა არის შენი საქმიანობა მართ? მხოლოდ ბანკეტებზე სიარული? არ არის მხოლოდ ეს ელჩის საქმე, მხოლოდ ბანკეტებზე სიარული. კი ბატონო, გასაგებია, კახა. აი შეხედეთ, იგივეს იძახიან. აი რატო ხდება ეხლა დაუშვათ იმ თანამშრომლების ქუჩაში გაშვება, სამსახურიდან გაშვება, რომლებიც პეტიციას. შენ დალოცულო, შენ რო საგარეო საქმეთა მუშაკი ხარ. შენ რო მუშაობ პროგრამებზე, რომლებმაც მიგვიყვანეს ჩვენ უვიზო მდგომარეობამ. ეს ხომ ამ ხელისუფლების გაკეთება და შენ ხომ იცი ხელისუფლება რა დავალებას გაძლევს, ეს გააკეთე იმისთვის რომ დავახლოვდეთ, ეს გააკეთე იმისთვის რომ დავახლოვდე. შენ თუ არ გესმის, რომ ეს კანონი არ იყო რუსული. რაღაც მაშინ არ ხარ პროფესიონალი, იმიტომ რომ როგორ ხა ერთი ხელით ჩვენ პროგრამებს გაკეთებინებთ და ყველანაირად ვცდილობთ რომ დავუახლოვდეთ და ამ პროგრამის დაჩქარებული წესით ვაკეთებთ, იმიტომ რომ რაღაცა დაუშვათ უფრო ახლოს მივიდეთ იმ წერტილამდე და მეორე მხრივ შენ იძახი რომ პრორუსული რო ყოფილიყო ბევრ პროგრამას ისე შეაჩერებდა როგორც იყო შეჩერებული 2012 წლამდე და ვერც თქვენ მიხვდებოდით რატო არ ვართ დაუშვათ სადღაცას და ვერც იმას მიხვდებოდით რატო არ გვაქვს ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია ვიზა ლიბერალიზაციამდე ძალიან ბევრი სავალდებულება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეასრულა, რომ ის ვიზა ლიბერალიზაცია მიღწეული ყოფილიყო. ჩვენს გავწელავდით, ვიტყოდით, რა ვიცი, აბა არ გვაძლევენ და ეგა მით უმეტეს იმ პერიოდში ახლა მაინც ტელევიზიები არის კიდე ალტერნატივის რო გამოიტანენ ინფორმაციას და მაშინ სამი ტელევიზია ზომბივით ერთ და იგივე სიტყოდა და ყველა ვიტყოდით ეგრეა. როგორც თქვენს რო ეს აეროპორტი, საქართველოს აეროპორტი ხო გახსოვთ, რომ გახსნა თბილისის აეროპორტი მიშამ და თქვა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი აეროპორტიაო, ესე აღიარესო და სამა ტელევიზიამ გაიმეორა და მოსახლეობის 90%-ს ვისაც არ ქონდა საშუალება დაუშვათ სხვა აეროპორტების ნახვის და ჯეროდა რომ საქართველოში თბილისში რა აეროპორტიც არის ის თურქების აშენებული არის ყველაზე ლამაზი. ნუ ეგ ხა კი ბატონო კიდე ორი კითხვა მინდა მოვასწრო კანონების გამკაცრებაზე მინდა გკითხოთ აი ბოლო კანონები რომლებიც გაამკაცრა საქართველოს ხელისუფლებამ რომელზეც ატყდა ამბავი რომ ეს არის რაღაც თავისუფლების შეზღუდვა და რაღაც ავტორიტარიზმის გადადგმული ნაბიჯი რისგან იყო ეს განპირობებული რამდენად თქვენ ამას ემხრობით მაგალითად ნუ აქციებთან დაკავშირებით ამასაც გულისხმობთ იცით რა არის ეს აქციები არ იყო ჩვენ მოდი შევთავაზოთ ესეთ რაღაც ყველაფერს უნდა დავარქვა თავის სახელი ეს აქცია რომ ყოფილიყო უბრალოდ აქცია რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და უნდა იყოს კიდევაც იმიტომ რომ არავინ არ იცის ხვალეზე გვინ აღმოჩნდება ოპოზიციაში და ზუსტად იმ კანონებით მოუწევს მე ოპოზიციაში ყოფნა რა კანონისაც დღესაც იღებ როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ გაამკაცრა კანონი მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ მაშინ ფიქრობდნენ რომ ხელისუფლებაში იქნებოდნენ მაგრამ ზუსტად იმ კანონებით არიან დღეს ოპოზიციაში რა თქმა უნდა ოცნებამაც ამაზე უნდა იფიქროს არ უნდა გადაუჭიროს ისე რომ უბრალოდ მოკლას თავისუფალი აზრი, მაგრამ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რომ კანონი მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ გაძლევს საშუალებას მშვიდობიანი აქციის ჩატარების და არა მოლოტოვის კოქტეილებით, არა პიტარდებით და სხვა ბლაგვისაგნებით პოლიციელების ცემის და შეურაცხყოფის მიყენების.
ეს ორი თუ ჩვენ ერთმანეთს არ გავმიჯნეთ, მაშინ უგვექნება ყოველთვის განცდა, რომ აი მიტინგი უნდა იყოს, თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს, რომ შეუშალოს ადამიანებს ხელი. მაგრამ აი მაგალითად იგივე ქუჩის გადაკვეთის ეპიზოდი, ხო? როდესაც იძახი, აი ვერ ვეტევით, კაცო, შენ თუ განზე გაიწალე 100 კაცი ხარ და განზე დადექით, ვერ დაეტევით, მაგრამ თუ შენ 100 კაცი ხარ და მიდიხარ ტროტუარზე და სიგზეში გაიწელეთ, ხო? ჩვეულებრივად გახვალ. ანუ მან განსაზღვრული იყოს რამ განსაზღვრული იყო იმაზე, რომ მოდი აი გვერდიგვერდ რო დავდგეთ, ვიტყვით რომ ჩვენ ყველანი გვერდიგვერდ რო დავდგეთ, ვიტყვით რომ ვერ ვეტევით ტროტუარზე და იმ ტროტუარზე 3 კაცზე მეტი ისედაც ვერ დაეტევა და თუ ჩვეულებრივად დადიხარ ახლა შენ მიდიხარ მე მოყვები და რაღაცა იქ დაეტევა, ხო? მაგრამ მიზანი ხო არ იყო აქცია, მიზანი იყო საერთაშორისო სტრატეგიული გზის გადაკეთება. რატომ? იმიტომ კი არა რომ უნდათ მაინც და მაინც დიღმის გზის გაჭერა. არა, იმიტომ რომ ერთი დღე რო გადაკეტილიყო ის გზა ლარის კურსს ხო სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ საერთაშორისო ტრანზიტული დერბანი იკეტებოდა და თქვენ იცით რომ სადაზღვევო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, ის ადამიანი ლოჯისტიკური კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ტრანზიტზე, ამას დიდ ყურადღებას აქცევენ. დაიწყებოდა ხელშეკრულების გადახედვა ქართულ ფირმებთან ტრანზიტზე, უკვე სხვა გვერდის ავლით. ძალიან ბევრი რაღაცა მომემოყვებოდა ხა, ესენი უთვინოები არ არიან, იცოდნენ რა არ გაიკეთებ, ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის საზიანოდ. რა შეეხება ღალატის მუხს, ერთი წუთი დაგვრჩა. ცუდია, მე მეგონა გვეყოფა კიდე. ხო. აი ღალატის მუხთან დაკავშირებითაც მინდა კითხოთ და ის რასაც ახლა საგამოძიებო კომისია აკეთებს, ეს რამდენად შესაძლებელია რომ იცით საგამოძიებო კომისია რასაც აკეთებს, მესმის რომ უნდა გააცოცხლოს პროცესი და აჩვენოს ახალ თაობას რა იყო. თუმცა საგამოძიებო კომისიას რო კიდე იმაზეც ემუშავა, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაებრუნებინა, ეს უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ერთია რომ რა თქმა უნდა დაზარალებულებს სურთ იმის აღიარება, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ მეორეა რომ ამ დაზარალების შედეგად ზოგს რომ მილიონიანი ვალები გაყვა და ზოგმა თავი რომ მოიკლა ამ ვალების გამო და მერე ამათმა მოასწრეს 12 წლის განმავლობაში 15 კაცზე გადაყიდეს და ეხლა ვერ გაიგებთ ვისი ქონება, ვინ არის კეთილსინდისიერი მყიდველი და ასე შემდეგ. აი ამ ნაწილში ცოტა სიმართლე რო გითხრათ, სკეპტიკურად ვარ გატყობილი. რამდენ მოხდება ანუ დაბრუნება ამ ხალხისთვის? ხო, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმის თქმა, რომ აი ეს იყო, ეს ერთია, მაგრამ ამას უნდა მოყვეს შედეგი, რომ მაშინ გამოასწორე ის რაც იყო, ხო? აი გამოსწორების შედეგში რამდენად შეძლებენ რომ დაუბრუნონ იმ ადამიანებს ქონება, რომელიც უკვე 10 ჯერ და 15 ჯერ გადაყიდულია. აი ეს ცოტა მე მგონი გააჩენს კითხვის ნიშნებს. მე რა თქმა უნდა ეხა ბუნებრივია რომ უფრო მეტად იქნებოდა ეფექტური ეს საგამოძიებო კომისია რომ შექმნილიყო 2013 წელს. დღეს ნუ ეხლა გასაგებია რომ უფრო პოლიტიკას ემსახურება, მაგრამ 2013-ში 14-ში რო შექმნილიყო, ამასთან ერთად შესაძლებელი იყო ქონების დაბრუნება. მაშინ სხვა ვითარება არ ამბობენ. ვითარება არ იყო სხვა. ჩვენ ვაძლევთ სხვა ვითარების შეცვლის, სხვა ვითარების შექმნის საშუალებას ვაძლევთ. გასაგები იქნებოდა. ეხლა თავში რაზეც ილაპარაკეთ, რომ დასავლეთი როგორ აღიქვამდა. ვითარება იქმნება ადამიანების მიერ. როდესაც შენ აძლევ საშუალებას შეიქმნას ის ვითარება, რომელიც შენ არ გაწყობს, ესე იგი შენ ხარ უმოქმედო. და შენ თუ ხარ მოქმედი და შენ თუ აწვევი შენს პოზიციას და ასაბუთებ შენს პოზიციას და არ ქმნი იმ ვითარებას, სადაც შენ წინასწარ იქნები წამდგენბიან მდგომარეობაში, ამას ქვია ზუსტად პოლიტიკური ხელოვნება და ეს არის პრინციპის გატანა, თორე ახლა ყველაფერზე რო ვითარებას უყურო, იმ ვითარებას გიქმნიან, ეხლაც იმ ვითარებას ქმნიდან რომ წასულიყავით ხელისუფლებიდან და მაშინ წასულიყავით და არ აღმოჩენილიყავით ისეთი პრინციპულები. რთული ვითარება იქნებოდა მაშინაც, მაგრამ მაშინ უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდა ეგრევე თითქმის რევოლუციურ ტალღაზე მოსულ ოცნებას პირველივე ვადაში. რომელიც უნდა გამოიყენებინა. ხო, რა თქმა უნდა, რომელიც უნდა გამოიყენებინა არა ბოროტად, არა იმისთვის, რომ უბრალოდ ელემენტარულად ის ამორჩევლები მაინც არ დაეკარგა, რომლებიც ხარს უჭერდნენ ყველანაირად, რომ იმიმედად, რომ ესენი მოვლენ რაღაცას დაგვიბრუნებენ და რაღაც იქ. ნახოთ, დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ ბევრია სასაუბრო, მაგრამ თენეთერში ხო, აუცილებლად კიდევ მოგიწევთ ეთერში და ამ მაგრამ მე მინდა გულწრფელად მადლობა თქვა, იმიტომ რომ ნამდვილად სხვა ფორმატია გადაცემის, ნამდვილად აი თქვენთან რო გძნობ ეთერში ადამიანი თავს, ესე არ გძნობს, ეს თქვენი დამსახურება და გუნდის დამსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ამ გადაცემას და დიდი სიამოვნებით კიდევ თუ მომიწევთ დიდი მადლობა. კახა კახიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ხუთშაბათს ამავე დროს, ამავე არხზე. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.